რატოა საჭირო ნაკლები ტლიკინე? მეფის რუსეთის დროს არსებობდა ერთ-ერთი რევოლუციონერი, რომელიც ყოველთვის გამოდიოდა და ამბობდა: რუსული არაფერი არ ვარგა, რუსული ყველაფერი ნაგავია, უხარისხოა, საკვებიდან დაწყებული, სახელმწიფო წყობიდან დამთავრებული, ყველას და ყველაფერს ლანძღავდა ეს ადამიანი რუსულს. ერთ დღეს მეფე ნიკოლოზ რომანოვს ყელში ამოუვიდა ამ რევოლუციონერის ასეთი საუბარი, საკმაოდ ამამცილებელი, ამიტომ გადაწყვიტა მისთვის მოეწყო ეშაფოთი. დაინიშნა დრო და თავისი ადგილი, ხალხი ელოდებოდა უკვე ამ ყველაფერს და ბაც ჩამოხრჩობის პროცესში თოკი ჩამოწყდა და რევოლუციონერი რო წამოდგა, განა მადლიერება ჰქონდა ბედიღმის მიმართ, უნდა ღმერთის მიმართ, მეფის მიმართ, არა, ადგა და ამბობდა შემდეგ სიტყვებს: რუსული დოკიც კი არ გივარგათ, ამას ვამბობდი მეც, ჩემს ჩამოსახრჩობა და არც კი გეყოთ არაფერი და ყველაფერი ამ თოკივით უხარისხოაო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა ის, რომ მეფეს მოუწყია ყალბი ეშაფოთი. ანუ ის თოკი მართლა უხარისხო იყო და ეს ყველა მიცოდა სამეფო კარზე. ეგონა მეფეს რომ რევოლუციონერი ახლა მაინც გაჩერდებოდა, თუმცა მისი ჯიუტი ხასიათის გამო მოუწყეს ნამდვილი ეშაფოთი და რევოლუციონერი მართლა ჩამოახრჩეს. აი ეს იცის ზედმეტმა ტლიკინმა, აი მან თუ არ იცი ვის როგორ ეთამაშო, ანუ არის ძალაუფლების თამაშები. ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი მონაკვეთი ჩემი წიგნიდან სოციუმიდან. ამდაგვარ ძალიან ბევრ ისტორიას მოისმენ და თუ ამ წიგნის რჩევებს დანერგავ, საბოლოო ჯამში გახდები ძალიან ძლიერი ადამიანი ჩვენ სოციუმში. თუ გსურს, რომ შენი ცხოვრება განვითარდეს სწორად, თუ გსურს, რომ საბოლოო ჯამში იყო დაფასებული ადამიანი, მაშინ ეს წიგნი არის შენთვის. არახში